ყველაზე ეფექტურია მეგობრებო, დღესაც ერთი ადამიანი შეხვდა, ვისაც 15 კილო წონაში დაიკლოთ და დიაბეტი იმკურნალა მარტო კვებით, მარტო ჩემი ვიდეოები ყურებით. დღის ვიდეოში მეგობრებო გეტყვი ერთი საქციელით როგორ იმკურნალოთ დიაბეტი, ჭარბი წონა და ინსულინის რეზისტენტობა. ეს არის ერთი კუთის პრობლემა. სამივე პრობლემა ერთი კუთში ძის. თქვენი ერთი საქციელი რა უნდა გააკეთო? კვება როგორი უნდა იყო? მთელი დღის საქციელი როგორ უნდა იყო? რომ ეს სამივე პრობლემა დაიმარცხო. ანუ ერთი სროლაში ეს სამივე რამე, სამივე პრობლემა რომ იმკურნალო. სამივედან მეგობრებო პირველად იწყება ინსულინის რეზისტენტობა. ანუ როცა ინსულინის რეზისტენტობა იწყება, დაახლოებით შეიძლება 20-25 წელი დაგჭირდე, რომ თქვენ გახდეთ დიაბეტი და იმ პერიოდშივე ადამიანი გასუხდება კიდეც. აი ამ ადგილში გასუხდება. მუცლიდან რომ იწყებს ადამიანი გასუხება, ჩათვალე ინსულინის რეზისტენტობა აქვს. არ გამოიყოფება კარგად ინსულინი, არ მუშაობს კარგად და თქვენი კვებაში არის პრობლემა. ნატრიუმის ნაკლებობა. ეგეთი სიტუაცია, როცა თქვენ გაქვს ინსულინის რეზისტენტობა, შაქარი ტრიალებს ზედმეტი სიცხლში, იმ შემთხვევაში მეგობრებო, სოდიუმ, მარილის ნაკლებობაა ჩვენი უჯრედებში. ჩვენი უჯრედებს ჭირდება მარილი, მაგრამ თუ თქვენ ტრიალებს სიცხლში ზედმეტი შაქარი, იქ მიდის მარილიც და უჯრედებში არ დარჩება მარილი, ამ სიტუაციას ქვია ჰაიპონიუტრემია, მარილის ნაკლებობა. იმ შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი დაიწყებს წყლის შეჩერება და გასუხდები და წონაში იმ დონეზე მოემატება ადამიანი, რომ ვერადროს ვერ დაიკლებს წონას. იმიტომ პირველი საქციელი ეს არის, რომ დაიწყეთ აუცილებლად ზღვის მარილის დალევა. ზღვის მარილი როგორ უნდა დალიო? ეს თქვენ რო ყოველდღე გაიგვიძებს, მთელი გამე წყალი ხო არ ასვამს. პირველ რიგში ერთი ჩაის კოზის ნახევარზე ნახევარი. ანუ მეოთხედი მარილი შეურიეთ წყალში და დალიეთ. უცბად წავა ეს მარილი უჯრედებში და თქვენ იგრძნებთ მაშინვე ენერგია. უცბად გაიგვიძებს. მთელი დღე ხო ხართ სუსტად, როცა ინსულინის რეზისტენტობა, ნიტრიუმის საკმარისობა წავა და ორგანიზმი დაიწყებს ცხიმის წვა. ნახე, მარილი ჯოგი ფიქრობს, მარილი ნაკლებად ვიგებს, იმიტომ რომ ექიმმა მითხრა, რომ წნევა მაგალი გაქვს და ეს წნევა უნდა იყო დაბლა და მარილის ნაკლებობა. სხვა პრობლემებში მიდიხარ მეგობრებო. პრობლემა სხვა არის და მიზეზი სხვა და მაგისი კურნალობა ჭირდება. იმიტომ სიმსუქნე, ინსულინის რეზისტენტობა და შაქარის კურნალობა კვებით თუ გინდა, ნიტრიუმის ნაკლებობა არ უნდა იყო. ნებისმიერი დიაბეტიანი ადამიანი ყოველთვის ნიტრიუმის ნაკლებობაში ცხოვრობს. მეორე არის მეგობრებო ყველაზე ცნობილი ვაშლის ძმარი. საჭმელი ჭამის წინ, ანუ ნახშირის წყლები რო ჭამს, მაგის წინ თქვენ თუ დალევს ვაშლის ძმარი, ოღონდ წყალში შეძელილი, ერთი ჩაის კოზი და მე შეიძლება თუ რამე პრობლემა არ აქვს კუჭის, ერთი სუფრის კოძის შეიძლება წყალში შერევა. იმ შემთხვევაში ნახშირის წყლები თქვენი სიცხლში შაქარი არ მოიმატებს. შაქარი რო არ მოიმატებს, ჯერ ინსულინის რეზისტენტობა დაალაგდება, მერე წონის დაკლება დაიწყებს და მერე დიაბეტის კურნალობა. ეს ერთი პირამიდაა მეგობრებო. მესამე, საჭმელი ჭამის მერე დაახლოებით 40-45, მაქსიმუმ 1 საათის მერე სიარული. ეს ყველაზე ეფექტურია მეგობრებო, დღესაც ერთი ადამიანი შეხვდა, ვისაც 15 კილო წონაში დაიკლოთ და დიაბეტი იმკურნალა მარტო კვებით, მარტო ჩემი ვიდეოები ყურებით. წონაში დაკლებული ადამიანი და დიაბეტი იმკურნალა, ის ადამიანი არს
მოიფიქრებდა როდისმე რომ წამლის გარეცით შეიძლება დიაბეტი ამ ხელამუცელი რო იყო ადამიანს და უცბად დაიკლებს წონაში. იმიტომ ის პირამიდი უნდა ისწავლო თქვენ. საწმელი ჭამის მერე მიდის ნებისმიერი საწმელი ჩვენ გინდა კარგი საწმელი ჭამე, გინდა ცუდი. ცოტა თუ მეტი სიცხლში მაინც მიდის შაქარი, მაგრამ თქვენ უნდა შეაჩერო ეს პროცესი და მიდიხარ სიარულით. სიარული დაახლოებით 3000-დან დაიწყეთ 4, 5, 6, 10000 ნაბიჯამდე რო წავალ, ცხიმი დალპება მეგობრებო, დაჯდომით და ჭამით არაფერი არ გამოვა, არც ტაბლეტი არ გშველით, არაფერი წამალი არ გშველით, არც კუჭი რო ჭრიან და მე გუხარია, ვაიმე წონასი დაიკლო, იმან წონასი ის დაიკლო, მე პრობლემები დაიწყება. ნახეთ თქვენ. იმიტომ საწმელი ჭამის მერე სიარული. თუ სიარულში ვერ მიდიხარ, ანუ ასაკი იმდენია, ან რაღაცა პრობლემა გაქვს ვერ წახვალ გარეთ. მაშინ დაჯდომით პოზიციით, აი სოლიუს კუნთის ვარჯიში. მარტო ზიქართ სკამზე და ფეხები ზევით. ეს სოლიუს კუნთი უნდა იმუშავდე და შაქარის დონე ქვევით წამოვა. ბუნებრივი. ბოლო თქვენი თებში უნდა გამოიყურებოდე ნახევარი ბოსტნეული, ცხიმი, პროტეინი და ბოლოს ნახშირის წყლები. ჯერ უნდა ჭამო ბოსტნეული, მერე გინდა პროტეინი, ანუ ხორცი წამე, გინდა ცხიმი წამე. ცხიმი პრობლემა არადროს არ არის, არც გაგასუქებ. ბოლოს რა არის ნახშირის წყლები. ეს არც მოგინდება ბოლოს, მაგრამ მაინც თუ გინდა ერთი ნატეხი პურიც ჭამე, ან კინოა ჭამე, ან გერკულესი ჭამე, ან გერკულესი არ არის კარგი საწმელი, მაგრამ თუ გიჭამია პირველად ბოსტნეული, ეს ცუდი საწმელი არაფერი არ იძავს, მაინც კარგი გახდება. ბოლოს ნახშირის წყლები უნდა ჭამო საწმელში და პირველი საწმელი ცადე თქვენ გაგვიძების მერე დაახლოებით 4 საათის მერე რო ჭამო, ეს იქნება ჩვენი ორგანიზმისთვის სასწაული. Intermittent fasting გამოდის, ანუ 16 საათი გამოდის მშიერი ქარ და ჭამს იმ ფანჯარაში, რომელიც დარჩა 8 საათი. თქვენი დიაბეტი, მე პირობას გაძლევს თქვენი დიაბეტი, ინსულინის რეზისტენტობა და სიმსუქნე დალაგდება და თქვენ იქნები ჯანმრთელი და ბედნიერი. იმედია მოგეწონება ვიდეო, გააზიარეთ მეგობრებში, კარგად და ჯანმრთელად.